ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. ფილიპე მეორე მაკედონელი. ისტორია ხშირად დიდებულთა ჩრდილში ტოვებს იმ ადამიანებს, რომელთა გარეშე მსოფლიო იმპერიები ვერასდროს შეიქმნებოდა. როდესაც ალექსანდრე მაკედონელის ეპოქალურ ლაშქრობაზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ წარმატებას. შექმნა უძლეველი არმია და დაქსაქსული საბერძნეთი ერთიანი ძალის ქვეშ გააერთიანა. ეს კაცი ფილიპე მეორე მაკედონელი იყო. მისი ცხოვრება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური ალღოს, სამხედრო ნიჭისა და დაუნდობელი ნებისყოფის წყალობით პატარა და სუსტი სამეფო მსოფლიო დომინანტად აქციო. მანამ, სანამ ფილიპეს უშუალო მიღწევებს განვიხილავთ, უნდა მიმოვიხილოთ ის რთული გარემო, რომელშიც მას მოუწია მოქმედება. ბალკანეთის ნახევარკუნძული ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში ერთმანეთთან დაპირისპირებული ქალაქ-სახელმწიფოების პოლისების რთულ სისტემას წარმოადგენდა. ათენი, სპარტა და თებე მუდმივად იბრძოდნენ ლიდერობისთვის, რაც საბერძნეთს პოლიტიკურად ასუსტებდა. მიუხედავად შიდა ომებისა, ეს იყო კულტურის, ფილოსოფიისა და დემოკრატიის ოქროს ხანა, სადაც ხელოვნება და მეცნიერება უმაღლეს მწვერვალებს აღწევდა. ბერძნული სამყაროს მთავარი საფრთხე აღმოსავლეთიდან მოდიოდა. სპარსეთის იმპერია მუდმივად ცდილობდა ბერძნული პოლისების საქმეებში ჩარევას, ხან ოქროთი და ხანაც სამხედრო ძალით, რათა არ დაეშვა მათი გაერთიანება. სწორედ ამ ქაოსისა და მუდმივის საფრთხის ფონზე ჩრდილოეთში ყალიბდებოდა ახალი ძალა, რომელიც საბერძნეთის ბედს სამუდამოდ შეცვლიდა. მაკედონია იმ დროს ბერძნების მიერ აღქმული იყო როგორც ნახევრად ბარბაროსული და განაპირა მხარე. სამეფო მუდმივად განიცდიდა მეზობელი ტომების, ილირიელებისა და თრაკიელების თავდასხმებს. როდესაც ძველი წელთაღრიცხვით 359 წელს ფილიპე მეორე ტახტზე ავიდა, მდგომარეობა კრიტიკული იყო. ქვეყანა დანგრეული, ხოლო არმია დემორალიზებული ხვდებოდა მტრებს. ფილიპემ კარგად იცოდა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად პირველ რიგში ფუნდამენტური სამხედრო რეფორმები იყო საჭირო. მან დაიწყო არმიის სრული გარდაქმნა. სწორედ ფილიპემ შექმნა ცნობილი მაკედონიური ფალანგა, სადაც ჯარისკაცები შეიარაღებულნი იყვნენ 6 მეტრიანი შუბებით. ამ ინოვაციამ მაკედონური ქვეითი ჯარი პრაქტიკულად დაუძლებელ კედლად აქცია, რომლის გარღვევაც ნებისმიერი მტრისთვის შეუძლებელი ხდებოდა. გარდა ქვეითებისა, მან უდიდესი ყურადღება დაუთმო კავალერიას, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ დამრტყმელ ძალად იქცა. ფილიპემ ასევე პირველმა დაიწყო ალყის საინჟინრო მანქანების, კატაპულტებისა და სატყორცნი აპარატების ფართოდ გამოყენება, რამაც მას საშუალება მისცა აეღო მანამდე მიუვალი ქალაქები. ფილიპე მხოლოდ ბრძოლის ველზე არ იმარჯვებდა, იგი პოლიტიკაშიც ზუსტად მოქმედებდა. მან დიდგვაროვანთა შვილები თავის კარზე შეკრიბა და ამ გზით მათი ერთგულება საკუთარ ძალაუფლებად აქცია. პარალელურად მან დაიწყო ოქროს საბადოების ათვისება პანგეუმის მთაზე, რამაც მას საშუალება მისცა მოეჭრა საკუთარი მონეტა. ფულით ისახერხებდა მტრების მოსყიდვას, კავშირების დამყარებას და დაქირავებული ჯარის შენახვას. მისი პრინციპი მარტივი იყო. სადაც ვერ შევიდოდა ჯარისკაცი, იქ შევიდოდა ოქროთი დატვირთული ვირი. ეს ტაქტიკა მას ეხმარებოდა ბერძნული ქალაქების შიდა საქმეებში ჩარევასა და გავლენის მოპოვებაში. მისი პოლიტიკის მთავარი მიზანი საბერძნეთის სრული კონტროლი იყო. ფილიპე ნაბიჯ-ნაბიჯ აფართოებდა საზღვრებს. მან დაიპყრო თესალია და აქტიურად ჩაება ეგრეთ წოდებულ მესამე წმინდა ომში.
ათენში მისი მთავარი მოწინააღმდეგე იყო ორატორი დემოსთენე, რომელიც თავისი მხურვალე სიტყვებით მოუწოდებდა ბერძნებს მაკედონური საფრთხის წინააღმდეგ. თუმცა ბერძნული პოლისების დაგსაქსულობამ ფილიპეს საქმე გაუადვილა. გადამწყვეტი მომენტი ძველი წელთაღრიცხვით 328 წელს დადგა ქერონეის ბრძოლაში. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მაკედონური ძალები და ათენ-თებეს გაერთიანებული არმია. ამ ბრძოლაში პირველად გამოიჩინა თავი 18 წლის ალექსანდრე, რომელიც მარცხენა ფლანგის კავალერიას მეთაურობდა. ფილიპეს სტრატეგიულმა ნიჭმა და ფალანგის სიმტკიცემ მაკედონიას ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა. ამ დღიდან საბერძნეთმა დამოუკიდებლობა დაკარგა და ფილიპეს მორჩილების ქვეშ გადავიდა. მან შექმნა კორინთოს კავშირი, სადაც თავად გახდა ჰეგემონი. ამ პერიოდს უკავშირდება ერთი საინტერესო ისტორიული ეპიზოდი, რომელიც კარგად აღწერს მაშინდელ ვითარებას. როდესაც ფილიპე სპარტის საზღვრებს მიადგა, მან სპარტანელებს მუქარის წერილი გაუგზავნა. გირჩევთ, დამნებდეთ, რადგან თუ ჩემი ჯარი თქვენს მიწაზე შემოვა, გავანადგურებ თქვენს ბაღებს, დავხოცავ ხალხს და ავაოხრებ ქალაქს. სპარტანელებმა, რომლებიც ცნობილნი იყვნენ თავისი ლაკონური, ანუ მოკლე და მკაფიო პასუხებით, მეფეს მხოლოდ ერთი სიტყვა მისწერეს: თუ. ეს პასუხი ასახავდა სპარტანელთა სიმტკიცესა და დაუმორჩილებლობას. თუმცა იმ დროისთვის სპარტა უკვე დასუსტებული იყო, რის გამოც ფილიპემ იგი უყურადღებოდ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ სპარტა კორინთოს კავშირს არ შეუერთდა და ფორმალურად დამოუკიდებელი დარჩა, რეალურ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა აღარ ჰქონდა. ფილიპეს დიდი გეგმა ჰქონდა. მას სურდა საბერძნეთის გაერთიანებული ძალებით იერიში სპარსეთის იმპერიაზე მიეტანა. ეს იქნებოდა შურისძიება იმ ნგრევისთვის, რაც სპარსელებმა წლების წინ ბერძნებს მიაყენეს. ის უკვე ამზადებდა დიდ ლაშქრობას და მცირე ძალები აზიაშიც კი გადასხა, თუმცა მის გეგმებს მოულოდნელი დასასრული გამოუჩნდა. ძველი წელთაღრიცხვით 326 წელს ქალაქ ეგეში, საკუთარი ქალიშვილის ქორწილში, ფილიპე მეორე პირადმა მცველმა მოკლა. მისი სიკვდილი დღემდე ბურუსითაა მოცული და არსებობს ვერსიები, რომ ამაში მისი ცოლი ოლიმპიადა ან თავად სპარსელები იყვნენ გარეული. მიუხედავად ასეთი ტრაგიკული აღსასრულისა, ფილიპემ დატოვა უმთავრესი მემკვიდრეობა. მან შექმნა საძირკველი, რომელზეც ალექსანდრემ მსოფლიო იმპერია ააგო. მან მაკედონია თიანი და ღარიბი მხარიდან ანტიკური სამყაროს ცენტრად აქცია. მან ასწავლა თავის ხალხს ბრძოლა, დისციპლინა და დიდ სახელმწიფოზე ფიქრი. ფილიპე მეორე არ იყო მხოლოდ მეფე, ის იყო არქიტექტორი იმ ეპოქისა, რომელსაც მოგვიანებით ელინიზმი ეწოდა. მისი რეფორმების გარეშე ალექსანდრე ვერ გახდებოდა ისეთი მმართველი, როგორიც ისტორიამ გვიჩვენა. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.